კიბერუსაფრთხოება და დაცვა კიბერთავდასხმებისგან. კასპერსკის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ რადიო თამაშს ანტივირუსი. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და საშუალება გაქვთ მოусმინოთ და მოიგოთ პირდაპირ ეთერში იმ გადაცემის პარკლებში, რომელსაც წარმოგიდგენთ კასპერსკი ინტერაქტიული თამაში ანტივირუსი. დღეს ჩვენ გავათამაშებთ ამ სანაც ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ გადაცემის ბოლო ნაწილში. პრინციპში გადაცემა რო იწყება უკვე ზარები შემოდის მსმენელებისგან 2.92 11.88 გამოცხადება არ გამოცხადებას მნიშვნელობა არ აქვს იმდენად ბევრია ხოლმე ზარი, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ თუ ფორმატიდან გამომდინარე ვღებულობთ მხოლოდ ერთადერთ ზარს და ის ვინც დღეს მაგალითად გავგვცემს სწორ პასუხს ერთ კითხვაზე აი ამ მულტიფუნქციურ მოწყობილობას მიიღებს საჩუქრად, რომელიც ჩვენ ადრეც გავათამაშეთ. USB თავი აქვს, ვინც სოციალურ ქსელში გვიყურებთ, უერთებთ ლეპტოპს, ღებულობს დენის წყაროს, აქვს მართვის ღილაკი, სადაც შეგიძლიათ შუქი ჩართოთ, გამორთოთ, თბილი განათება, ცივი განათება და განათების რეჟიმები. სამაგრი აქვს მაგიდაზე ან საჭირო ნივთზე. ერთის მხრივ არის სანათი, რომელიც სახეს გაგინათებდა, მეორეს მხრივ აი ამ სამაგრზე უკვე მოათავსებთ smartphones და შესანიშნავია აუდიო ზარისთვის თუ ვიდეო ბლოგისთვის, ანუ ვლოგის ჩასაწერად. თქვენ როგორც იცით და როგორც უკვე აღვნიშნე ამ გადაცემას წარმოგიდგენთ კასპერსკი, ბრენდი, რომელიც არაერთი პროდუქტით არის წარდგენილი თანამედროვე ციფრულ სამყაროში, თუმცა მასთან ყველაზე მეტად ალბათ ასოცირდება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რასაც ქვია ანტივირუსი, ის მოწყობილობა, რომელიც ჩვენს ციფრულ მოწყობილობებს და ტექნოლოგიას ეხმარება თავი იგრძნოს დაცულად და ჩვენ გვეხმარება რომ უსაფრთხოების კუთხით დაცული მექანიზმები გაგვაჩნდეს, ლიცენზირებული ანტივირუსი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამის გარდა კიდევ სხვა არაერთი ციფრული პროდუქცია გააჩნია კომპანიას სახელწოდებით კასპერსკი, რომელსაც თავისი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს და სერვისი მსოფლიოს 200 ქვეყანაში. აი ის რომ 200 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი ამ კომპანიის ლაბორატორიის პროდუქტები, ესეც ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს და ეს რიცხვი 200 ქვეყანა არც ისე ცოტაა. ეს რაც შეეხება წარმოდგენს ამ გადაცემისა, ახლა კი ჩვენ გამოვეხმაურებით გაგეცნობთ რამდენიმე სიახლეს, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, ხოლო გადაცემის ბოლო ნაწილში უკვე მივიღებთ ერთადერთ ზარს და სწორი პასუხის შემთხვევაში დღევანდელი მსმენელი, ვინც სწორ პასუხს გავგვცემს, აი ამ მულტიფუნქციური სანათის მფლობელი გახდება. რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია კასპერსკის ლაბორატორიის ინტერაქტიული რადიო თამაში ანტივირუსი. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. ჩვენ ვიცით რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის, ზოგადად ციფრული ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი იყო თუ სად მოთავსდებოდა ესა თუ ის ტიპის, ამა თუ იმ ტიპის ციფრული ბაზა და არ ვიცი ძალიან ბევრი წლის წინ თუ გახსოვთ და იყო ასეთი მოწყობილობა, რომელსაც დისკეტას ეძახდნენ, 4-კუთხედი floppy A, ქონდა ადრინდელ პროცესორებს ასეთი დამატებითი უჯრა, რომელშიც შედიოდა ეს დისკეტა, რომელსაც ძალიან მცირე ქონდა მახსოვრობა. და შეგეძლოთ რაღაცა ჩაგეწერათ ფირფიტის მსგავსი თხელი მასალით დამზადებული მოწყობილობა იყო ამ თხელ პლასმაში შიგნით მოთავსებული. შემდეგ ჩვენ ნახეთ უკვე CD დისკი, DVD დისკი, მახსოვრობის ბარათები, რომელსაც ფლეშკას ეძახის ყველას და დღეს უკვე ადრე იყო 2 გიგაბაიტიანი, 4 გიგაბაიტიანი კარგი მოცულობა იყო და დღეს უკვე ტერაბაიტიანი მახსოვრობის ბარათიც კი ჩვეულებრივი არა, თუ გარე ვინჩესტერიან მახსოვრობის გარე ბარათია. უბრალოდ მოცემულობა და მოცულობა სრულიად სხვა. დღეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ
ინფორმაციის შესანახად, გადასატანად. და თანამედროვე რეალობაში უკვე ის რაც იყო ადრე მეგაბაიტებში რაც ითვლებოდა და მე გიგაბაიტებში ესეც საკმარისი არის უკვე ტერაბაიტებში გადავდივართ რომ ვთვალოთ სხვათა შორის აქვე ვიტყვი ერთ რაღაცასაც რომ ჩვენ დღეს ციფრულ სამყაროში ცოტა სხვა თემა ამაზე ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ მაგრამ ტერაბაიტმა გამახსენა დღეს ჩვენ ტელეფონების smartphone-ების სამყაროში ვიცით რომ ძირითადი სამკვიდრო სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს iPhone-ის და Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონებს შორის სადაც 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 256 უკვე კარგი სიტყვაა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებს უშვებს, ის ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია ილონ მასკთან სახელწოდებით Tesla, აპირებს გამოუშვას smartphone-ებიც და ამ smartphone-ებს ამ ინფორმაციის თანახმად ტერაბაიტი ექნება მინიმუმ მახსოვრობის მოცულობა. წარმოგიდგენთ smartphone-ი, რომელსაც არა 256 პირობითად მაქსიმუმ, არამედ 1 ტერაბაიტიანი მახსოვრობა გააჩნია. ეს ისე სიტყვისთვის. მოკლედ, რატომ დავიწყე ამ ყველაფერზე საუბარი? საქმე იმაშია, რომ ჟურნალ Nature Photonics-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მეცნიერებმა ჩინეთის სპეციალისტების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ის შედეგი წარმოადგენს, რომელიც მაღალი სიმკვრივის ოპტიკური ჩაწერის ტექნოლოგია და ამ მიგნების საფუძველზე შესაძლებელია მონაცემების შენახვა მილიონობით წლის განმავლობაში. ერთი ბრილიანტის ოპტიკური დისკი, ჩვეულებრივი DVD-ის ზომისა, რომელიც 10,000 ჯერ მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე თავად DVD. ანუ ერთი მომენტია რომ თუ რამდენს იტევს მახსოვრობის პარათი, რომელთაც შეგვიძლია ციფრული ინფორმაციის გადატანა და მეორე მომენტია რამდენი ხანი არის მისი ვალიდურობა, რამდენი ხანი არის იგი მუშა მდგომარეობაში და რამდენად მოხერხდება მისი წაკითხვა რაღაც პერიოდის შემდეგ, ხო? ის ვისაც მაგნიტოფონის ძველ კასეტებზე ქონდა ჩანაწერი, ხო? გავიდა წლები და ახლა მაგნიტოფონი საერთოდ ეგზოტიკაა. ვინც მოახერხა ციფრულ ფორმატში გადაიტანა, იგი ამას მოусმენს. ჩინელების გამოგონებაში ორი ეს მომენტია, ერთი რომ წარმოგიდგენთ ძალიან დიდი მოცულობის მახსოვრობა აქვს და მეორე ბრილიანტის ოპტიკური დისკი, ბრილიანტის მასალა, ოპტიკური დისკი, რომელიც მილიონი წელი შეძლებს ამ ინფორმაციის შენახვას. გრძელვადიანი მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიები მიუხედავად ყველაფრისა მაინც ისეთ განვითარების ეტაპზეა და შესაძლოა ყველაზე მოწინავე გამოსავალი იყო ისევ დისკების წარმოება სუფთა ოქროსგან დამზადებული საყრდენით, ზოგადად ოპტიკური შესანახი მოწყობილობები არასაკმარისად გამძლეა, ხოლო ალტერნატიული ტექნოლოგიები ჰოლოგრაფიული ჩაწერის სახით უკვე ასე ვთქვათ დროს ჩამორჩება. ტევადი და გამძლე ციფრული ინფორმაციის მატარებლის შექმნის ცდილობები გრძელდება და სწორედ ამ მხრივ შესწავლის საგანია კვარცის მინა ან იგივე ბრილიანტი. აი ჩინელებმა ამ შემთხვევაში სწორედ ბრილიანტზე გააკეთეს აქცენტი, ბრილიანტი თავის მაღალ ოპტიკურ თვისებებს ავლენს და აქედან გამომდინარე სტრუქტურის უმაღლეს სტაბილურობას უწყობს ხელს და შედეგად ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის წინაპირობასაც იძლევა. მოკლედ ჩინელი მკვლევარების აზრით მათი ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ბრილიანტის მედია პროდუქტი ჩაწერილი ინფორმაციის მილიონობით წლის განმავლობაში შენახვას შეძლებს და რაც შეეხება უცვლელად მონაცემების ჩაწერას ან წაკითხვას, ამისთვის ულტრასწრაფი ლაზერების მოწყობილობა გამოიყენება. მოკლედ აი ამ კიდევ ერთი მეცნიერული გარღვევის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც მომავლის პროდუქტია ერთგვარად, ერთის მხრივ იქნება გრძელვადიანი და დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ამა თუ იმ ინფორმაციის შენახვას და მეორეს მხრივ მისი ფორმატი და მასალა იქნება ისეთი, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად დროში შედარებით ნაკლებად ჩამორჩება ალბათ და მისი წამკითხველი მომავალ ეპოქაშიც იარსებებს, როდესაც კიდევ უფრო განვითარდება, იმიტომ რომ სწრაფი ლაზერის მოწყობილობა, ლაზერის საშუალებით წამკითხველები დღეს და ალბათ უახლოეს პერიოდის განმავლობაში აქტიურად დარჩება ამ ბაზარზე. მოკლედ, ახლა მანიშნებენ, რომ უკვე ის დროა, როდესაც უნდა გავათამაშოთ კონკრეტული ნივთი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ციფრულ ფორმატში გვიყურებთ, გვადევნებთ თვალს, აგერ ვიზუალურად ჩანს, რომ დღეს ვათამაშებთ მულტიფუნქციურ სანაცს. უპასუხე და მოიგე. კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული ვიქტორინა.
ნომერზე 2921188 უკვე არაერთი ზარი შემოვიდა და მოკლედ ერთ მსმენელს მოусმენთ, ერთი მსმენელის ხმას გავიგებთ და იმედი მაქვს რომ იგი კითხვაზე სწორ პასუხს გავცემს, რათა ეს პრიზი მას გადავცეთ. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? დიახ, მესმის. გამარჯობა, თქვენი სახელი? გამარჯობა. თამუნა, გვიყურებთ სოციალურ ქსელში თუ გვისმენთ? გიყურებთ. რადიო მიმღების მეშვეობით. ხედავთ, ანუ ამ ნივთს, რომელსაც ვათამაშებთ, აი მულტიფუნქციურ სანაც უბრალოდ ინტერესის გამო გვირეკავს და რადგან თამაშდება ბარემ მოიგებთ თუ თქვენთვის გამოსადეგია ეს პროდუქტი? ძალიან გამოსადეგია, ძალიან კარგი. მიხარია, მოკლედ წარმატებულ ვიდეო ჩაწერებს გისურვებთ და ერთადერთი ნაბიჯი გარჩება იმისთვის, რომ ეს ნივთი სახში გაგატანოთ, უნდა გავხდეთ სწორი პასუხი კითხვაზე. თემატიკაზე მე გადაცემის დასაწყისში გაყურით ვისაუბრე. მოკლედ კითხვას დავსვამ, სამ სავარაუდო პასუხს ვიტყვი და თქვენ უნდა მითხრათ, რომელი პასუხია სწორი. მსოფლიოს რამდენ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი კასპერსკის ლაბორატორიის პროდუქტები? ვარიანტი პირველი პასუხისაა 150 ქვეყანაში, მეორე ვარიანტი პასუხისა 200 ქვეყანაში და მესამე ვარიანტი პასუხისა 21 ქვეყანაში. რომელი? მე მგონი 200 ქვეყანაში. კი ბატონო, სწორად გახსოვთ, ესე იგი, მადლობა რომ გვისმენდით თავიდანვე, წარმატებებს გისურვებთ და დარჩით ხაზზე, არ გათიშოთ, მე გაგიყვანთ ეთერიდან, მაგრამ დარჩით ხაზზე რომ პროდიუსერს გაესაუბროთ იმისთვის რომ მიიღოთ ეს ნივთი საბოლოოდ თქვენ. დიდი მადლობა. მოკლედ მორიგი ნივთი გავათამაშეთ, მორიგი გამარჯვებული ყავს. დღეს პარასკევია, შესაბამისად ამ კვირაში გასათამაშებელი ნივთების სერია დასრულდა და მომავალი 4 შაბათი, 5 შაბათი პარასკევი 15 საათს და 30 წუთიდან კვლავ არის ის დრო, როდესაც რადიო იმედის პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ ინფორმაცია ტექნოლოგიებთან მიმართებაში და ასევე მოიგოთ ესა თუ ის პრიზი. მადლობა დროებით წარმატებები.